თუ გვინდა რომ ავტოავარიების შემთხვევები მინიმუმამდე დავიყვანოთ, ავტომანქანების საჭესთან უცოდინარი მძღოლები არ უნდა დავსვათ. გვეუბნება ავტოსკოლა 21 საუკუნის ხელმძღვანელი. დავით ხაჭაპურიძის თქმით, ქვეყანაში ავტოავარიების საგანგაშო სტატისტიკის ძირითადი მიზეზი სწორედ მძღოლთა უცოდინრობასა და დაუდევრობას უკავშირდება. მისი თქმით, გზაზე მოძრაობისას მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება ადამიანების ბედს განსაზღვრავს. მეტიც, წამიერი შეცდომა შეიძლება გამოუსწორებელ დანაშაულად იქცეს. მე ვფიქრობ, ამის მიზეზი ის არის, რომ მძღოლებს შორის არის ნაკლები განათლება უსაფრთხოებიდან გამომდინარე. მოძრაობენ გადაჭარბებული სიჩქარე, პირველი ინტერი არის სიჩქარე, მაღალი სიჩქარით მოძრაობა. მეორე ინტერი არის არასწორი მანევრირებები და ეს ყველაფერი გამოწვეულია იმიდან, რომ არიან თვითნასწავლი მძღოლები კიდევ. იყო სამწუხაროდ 90-იან წლებში ხანა ისეთი, სადაც დაბადების დღეებზე ჩუქნიდნენ ერთმანეთს მართვის მოწმობებს. ეს მძღოლები უკვე დღეს მართვის მოწმობები აქვს ჩვეულებრივად და მათ უფლება აქვს იმოძრავონ ქუჩაში. და მათ რასაც უსაფრთხოება ქვია, ამ წესებს ნაკლებად იცავენ. ქუჩაში გადატანილი გამოცდები, უკვე მომავლის პერსპექტივა, მომავალ მძღოლებზეა საუბარი აქ. დღეს სამწუხაროდ არის ესეთი მძღოლები კიდევ ქუჩაში, რომელსაც ავტოსკოლა სადარულია. ისე ჩააბარეს, აი დღეს მართვის მოწმობა, ხო? ქუჩაში მათ მასწავლებელთან ერთად, პროფესიონალებთან ერთად არულიათ ქუჩაში. თვითნასწავლები არიან და ამიტომ ალბათ დაჭირდება წლები. ეხლა კი მიუხედავად იმისა, დღეს პრაქტიკა ქალაქში ბარდება, მაგრამ რამოდენიმე 10 წელი მაინც დაჭირდება სავარაუდოდ, რომ ეს მძღოლების, ის ძველი მძღოლები, ასე რომ ვთქვათ, გადავიდნენ მეორე პლანზე უკვე და აჯობოს ახალბედა მძღოლებმა. ხშირად მყავს მოსწავლე, რომ იჯენია საჭესთან, დასაშვების სიგარე 50. მიყავს 50, მე ხო ვერ შეიძლება მოძრაობა. კვადგებიან უკანა გვაზევენ სიგნალებს, გვეჩქარება, გაგვიშვით. ანუ მოძრაობენ მაღალი სიჩქარით. და სამწუხაროდ საგზაო ინფრასტრუქტურაც არ იძლევა ამის საშუალებას. სიჩქარის გადაჭარბება, დისტანციის დაუცველობა, ქვეითის მიერ გადასასვლელით არასათანადო სარგებლობა, ავტომანქანის ნასვამ მდგომარეობაში მართვა, მოხვევის მანევრის დარღვევა და სხვა ფაქტორები ტრაგიკული შემთხვევების რისკებს ზრდის და ქვეითად მოსიარულეთა უმეტესობაც, რომლებიც სპექტრმა სხვადასხვა დროს ქუჩაში შემთხვევითობის პრინციპით გამოკითხა, სწორედ ამაზე საუბრობს. მათივე თქმით, პასუხისმგებლობა ეკისრებათ ქვეითებსაც, რომლებმაც ასევე უნდა დაიცვან მოძრაობის წესები. გაუფრთხილებლობით, მაინც კანონის დაუმორჩილებლობით და უყურადღებობით. ძირითადად ალბათ ამის გამო მაინც ხდება ეს ავარიები. ჩანს კიდევაც, როცა სადაც უნდა დაუთმოს ერთმა ავტომანქანამ მეორე მძღოლს, არ უთმობენ გზას და ეს ყველაფერი იწვევს ასეთ უბედურ შემთხვევებს. ზოგი საერთოდ ტრაგიკულად თავდება. საკუთრებული კონტროლი საჭირო, როდესაც მართვის მოწმობებს იღებენ. აქ იყოს განსაკუთრებული ყურადღება მიქცეული, რომ არ მოხდეს ამე გაპარვა ისეთი, რომ უცოდინარი არ დაჯდეს მანქანას. ხალი მძღოლის საჭესთან სასტიკად აკრძალულია. მაგარი ყველაზე მიუღებელი მოქმედება, იმიტომ რომ აუბედურებენ ძალიან ბევრ ოჯახებს, ძალიან ბევრი შემთხვევა ვიცით, რომ ძალიან ფატალურად ბრუნდება, ამიტომ მეტად უნდა გამკაცრდეს კანონი მთვრალი მძღოლების შესახებ და ამდენი არც მსხვერპლი იქნება, არც გაუბედურებული ოჯახები იქნება და მარტო მძღოლს რომ მოვკისროთ, მოვთხოვოთ პასუხისმგებლობას, ჩვენც უნდა ყველაფერში, ჩვენც ადამიანებმა უნდა ვიყოთ უზრუნველყოფა, რომ ჩვენც ვიყოთ ყველაფერში პასუხისმგებელი. მე არასოდეს არ დამირღვევია, მით უმეტეს ყოველთვის ვუთითებ სხვასაც, რომ იყოს ხელმძღვანელობის ქვეშ კონდეს ყველაფერი. საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით პერიოდში დაიღუპა 345 და დაშავდა 6041 პირი. დაფიქსირებული ავტომობილის ქვეითად მოსიარულეზე შეჯახების 1385 ფაქტი, რის შედეგადაც 112 ადამიანი დაიღუპა. დაშავდა 1248. მიმდინარე წლის სექტემბრის მონაცემებით მოტოციკლეტით მოძრავი 20 ახალგაზრდა დაიღუპა და დაშავდა 713 მოტოციკლის მძღოლი.